ზუსტად 24 საათი გავიდა მას შემდეგ, რაც თინა ბოკუჩავამ საჯაროდ განცხადება გააკეთა ბრიფინგზე და გაასაჯაროვა ინფორმაცია, რომ მის ქმარს ჩასაფრება მოუწყეს, ნიღბიანმა პირებმა ვაკის საცურაო აუზის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს მისთვის უცნობი მიმართულებით და აიძულეს ბოდიშის მოხდის ვიდეოს ხელმეორედ ჩაწერა. უკვე 24 საათია გასული ამ განცხადებიდან, თუმცა საგამოძიებო მოქმედებები არ დაწყებულა იმ ადგილას, სადაც დასახელებულია თავარი ლოკაცია თინა ბოკუჩავას მიერ, სადაც მოხდა მისი ქმრის აყვანა და გატაცება. ეს არის ვაკის საცურაო აუზის მიმდებარე ტერიტორია. ჩვენ დღეს ისევ მოვედით ამ ტერიტორიაზე, კითხეთ მათ შორის ვაკის საცურაო აუზის თანამშრომლებს, მათთან თუ იყვნენ ბოლო 24 საათის განმავლობაში პოლიციის წარმომადგენლები მოსულები, თუმცა როგორც გვეუბნებიან, ბოლო ერთ დღეში არავინ არ გამოჩენილა და მათგან კადრების ამოღება არ მოუთხოვია. გარდა ამ ვაკის საცურაო აუზისა, ამ ქუჩაზე ძალიან ბევრი სამეთვალყურეო კამერა არის. ქუჩის დასაწყისში არაერთი ობიექტი არის, როგორც აფთიაქები, ასევე სავაჭრო მაღაზიები, სადაც გარე სამეთვალყურეო კამერები არის დამონტაჟებული და მარტივად იქნება ამ კამერების ამოღების შემთხვევაში სავარაუდოდ იმის დადგენა შესაძლებელი, რა ტრაექტორიით წაიყვანეს, რა იყო ის ავტომობილი, რომლითაც გადაადგილდებოდნენ ეს შენიღბული პირები, რადგან როგორც თინა ბოკუჩავა ამბობს, მინივენის ტიპის ავტომობილში ჩასვეს მისი მეუღლე, აუხვიეს თვალები, შეუკრეს ხელები და ასე წაიყვანეს მისთვის უცნობი მიმართულებით. ვარაუდობს, რომ ლოკაცია, სადაც მისი მეუღლე მიიყვანეს, არის სავარაუდოდ სუსის სახელმწიფო უსაფრთხოების შენობა და სწორედ აქ ამ შენობაში ჩააწერინეს ვიდეო. თუმცა გარდა ერთი ფაქტისა, რომ დაბარებულები არიან გამოკითხვაზე, როგორც ბოკუჩავა, ასევე მისი მეუღლე, ამ დრომდე საგამოძიებო მოქმედებები აქ ამ ქუჩაზე არ ჩატარებულა, რაც გამომძიებლებს შესაძლებლობას მისცემდა დაედგინა ავტომობილი, სადაც ჩასვეს და რომლის დახმარებითაც წაიყვანეს კოტე იოსელიანი და შემდეგ მას ვიდეო ჩააწერინეს ბოდიშის მოხდის. გუშინ და დღეს თუ იყო პოლიცია მოსული კამერების ამოსაღება? არც ერთი არ გამოჩენილა, არც გუშინ, არც დღეს და არ მოუთხოვია თქვენი კამერების ამოღება? არ ყოფილა და დანარჩენი არც ვერია. ეს კამერები 24/7-ზე იღებს, ხომ ჩანაწერი იქნება თქვენთანაც მათ შორის. ავტომობილების მიმოსვლას იღებს. კი. ჩანს. კი ბატონო. აი ეს კამერა, რაც გარეთ გიყენიათ, ქუჩას ხედავს, ანუ ავტომობილების მიმოსვლას აღიქვამს. ჩანს? კი, ხო, მანქანების გადაადგილებას აღიქვამდა კამერა. უხელღამე და დღეს არ მოსულა. არც ხოთან არ მოსულა. ორი კამერა. გუშინ მაგალითად დღის 11 საათის მერე საღამოს ან დღესაც ხომ არ გამოჩენილა? ეს კამერები რაც გარეთ გაქვთ, მიმოსვლა მანქანების ჩანს, ქუჩას იღებს, გზას იღებს. და ინახავს ალბათ ხო 24 საათის განმავლობაში. იცით რა მეინტერესებს, გუშინ საღამოს დღეს პოლიცია ხომ არ გამოჩენილა? ხო, ამ დრომდე რაც ახლა არ მოსულა. პოლიცია ხომ არ ყოფილა ბოლო 24 საათის განმავლობაში და კამერების ჩანაწერი ხომ არ გამოუთხოვია? არა. ეს კამერები 24/7-ზე მუშაობს? კი, ხო და იწერება 24/7-ზე. კოტე იოსელიანის გატაცებასთან დაკავშირებით ბოკუჩავა უფრო მეტ დეტალზე საუბრობს მას შემდეგ, რაც ვაკის საცურაო აუზის მიმდებარე ტერიტორიიდან ის თვალებახვეული წაიყვანეს, მიიყვანეს ერთ-ერთ შენობაში, რომელზეც ვარაუდობენ, რომ ეს არის სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების შენობა. სწორედ ამ შენობაში შეადგინეს ტექსტი ბოკუჩავას ინფორმაციით გამტაცებლებმა აიძულეს იოსელიანი, რომ ეს ტექსტი წაიკითხა, სადაც ის უტაივანიშვილს ბოდიშს უხდის წლების წინ გავრცელებული განცხადების გამო კიდევ ერთხელ არა და როგორც ბოკუჩავა აღნიშნავს, სწორედ 8 წლის წინ მან ამ ინფორმაციის გაჟღერების გამო უტაივანიშვილის მიმართ ასევე ბოდიში მოიხადა, ამიტომ მისთვის გაუგებარია ხელმეორედ რატომ გახდა ამ ვიდეოს ჩაწერის აუცილებლობა და ყველაზე მთავარი, რაზეც ბოკუჩავა ამბობს, გარდა იმისა, რომ გამტაცებლების მიერ იყო ეს ტექსტი შედგენილი, სწორედ იმ შენობაში ჩააწერინეს კოტე იოსელიანს ეს ვიდეო, სადაც მიიყვანეს გატაცების და წაყვანის შემდეგ
შემდეგ და მანამდე ამყოფეს ამ შენობაში, სანამ დილით სოციალურ ქსელში თავად ამ ადამიანებმა არ ატვირთეს კოტე იოსელიანის Facebook გვერდზე ბოდიშის მოხდის ვიდეო და სწორედ ამის შემდეგ ისევ თვალებახვეული წამოიყვანეს ბახტრიონის ქუჩამდე და ამის შემდეგ უკვე შეძლო იოსელიანმა თვალებზე, როდესაც სახვევი მოხსნეს, რომ ტაქსით დაბრუნებულიყო სახლში. ეს იყო სიცოცხლე. დაგვიკავშირდნენ თბილისის პოლიციის დეპარტამენტიდან და მოითხოვეს გამოკითხვა კოტეს უკანონო გატაცებასთან დაკავშირებით. ჩვენ რა თქმა უნდა მოვითხოვეთ მაგისტრი მოსამართლის წინაშე აღნიშნული გამოკითხვების ჩატარება. ვერ გეტყვით, რომ მაგისტრი მოსამართლის დამოუკიდებლობის იმედი მაქვს. გამოძიების სურვილის შემთხვევაში ძალიან მარტივად იქნება შესაძლებელი მათ შორის იმ ავტომანქანის იდენტიფიცირება, რომლითაც მოხდა კოტეს უკანონო გატაცება, რადგან ჩვენთვის ცნობილია გატაცების დრო, ტრაექტორია, რომლითაც ეს ავტომანქანა გადაადგილდებოდა. ამ ვიდეოს გადაღება, სადაც მას თხოვდნენ, რომ მოეხადა ბოდიში, რაც მას უკვე გაკეთებული ჰქონდა 2018 წელს. ეს მოთხოვნა, რა თქმა უნდა, იყო მხოლოდ საბაბი და რეალური მიზეზი იყო და არის ჩემი გაჩუმება, ჩემი გაჩერება და ჩემი დაშინება. ეს ვიდეო ჩაიწერა გატაცების ლოკაციაზე, რაც ჩვენთვის უცნობია, სად იყო, ღამის საათებში და შემდგომ გამტაცებლების მიერვე აიტვირთა კოტეს სოციალურ გვერდზე. რას საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა შინაგან საქმეთა სამინისტრომ გარდა იმისა, რომ გამოკითხვაზე დაიბარა როგორც იოსელიანი, ასევე ბოკუჩავა, ჩვენ ამის დაზუსტება ვცადეთ სწორედ საგამოძიებო უწყებასთან, თუმცა ისინი ჩვენს მზარებს არ პასუხობენ და ასევე უნდა აღნიშნოს, რომ არც სოციალურ ქსელში და არც ოფიციალურ ვებგვერდზე არ იძებნება ინფორმაცია, დაიწყო თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება, რა მუხლით მიმდინარეობს ან რა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს.